ასე გამოიყურება თბილისის Outlet Village, რომელიც რეგიონში ერთადერთი სივრცეა, სადაც საერთაშორისო პრემიუმ ბრენდები და გასტრონომიული ობიექტებია თავმოყრილი. პროექტის განხორციელებაში 80 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. Outlet Village-ში 250-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ამ სოციალური ეფექტის გარდა ეს სივრცე ტურისტული მიზიდულობის ცენტრადაც უნდა იქცეს, რადგან მას რეგიონში ანალოგი არ აქვს. 80 მილიონი ლარის ინვესტიცია არის ზოგადად იმის დასტური, რომ ბიზნესს აქვს ნდობა და ინვესტორს აქვს ნდობა იმ ეკონომიკური გარემოს მიმართ, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალშიც ხელ შევუწყოთ ასეთი პროექტების განხორციელებას და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი არის სწორედ ეს მაქსიმალური ხელშეწყობა ბიზნესისთვის, ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა და სწორედ ეს პრინციპები უდებს საფუძვლად იმ ეკონომიკურ განვითარებას, რომელსაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის Outlet Village-ის დამფუძნებლებს, ინვესტორებს. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 250-მდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. ჩვენ ამ პროექტს, რა თქმა უნდა, ვუყურებთ როგორც ახალი მიზიდულობის ცენტრი. ჩვენ ამ პროექტს ვუყურებთ როგორც ახალი ტურისტული მიმართულება ჩვენსავე ქვეყანაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ Outlet სოფელს ეყოლება ძალიან ბევრი მომხმარებელი, არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეები, არამედ ჩვენ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები, სტუმრები რეგიონიდან, ფართო რეგიონიდან, ისევე როგორც ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის ახალი სამუშაო ადგილები. წარმატებები მინდა გისურვოთ, იმიტომ რომ თქვენი წარმატება არის ახალი სამუშაო ადგილები და არის ჩვენი ქალაქების და სოფლების განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და ამ შესაძლებლობას რუსთავი აუცილებლად გამოვიყენებთ. თუმცა დამფუძნებლების ამბიციები კიდევ უფრო მეტია. მათი სურვილია, რომ თბილისის Outlet Village-მა საერთაშორისო ტენდენციებს ფეხი აუწყოს და მსოფლიო მოდის რუკაზე მკაფიოდ მოინიშნოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ახალი კონცეფციის შემოტანა საქართველოში, ვინაიდან ქვეყანა მოვნიშნოთ მსოფლიო მოდის რუკაზე და იმავდროულად ხელი შეუწყოთ საქართველოს მოდის რიტეილის ინდუსტრიის განვითარებას და დასაქმების ზრდას სხვადასხვა მიმართულებებით. დედაქალაქის ცენტრიდან ნახევარი საათის სავალ გზაზე გახსნილი Outlet სოფელი მომხმარებლებისთვის დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ამ ეტაპზე 15 მაღაზია ფუნქციონირებს, თუმცა მათი რიცხვი წლის ბოლომდე 50-მდე გაიზრდება. Outlet სოფელში ისეთი ბრენდებით შემოვლენ, ვინც ქართულ ბაზარზე ჯერ წარმოდგენილი არ არის. ძალიან მომეწონა ახალი სივრცე და მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში იქნება Outlet Village, რომლისთვისაც ხშირად საზღვარგარეთაც კი დავდიოდით, რომ შეგვეძინა კარგი ნივთები. ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც ბრენდებით, ასევე არქიტექტურაც საოცარია. კიდევ რომ ველოდებიან ახალ ბრენდებს, რომელიც მე მგონი ქართველებისთვის ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს, რადგან ონლაინ პლატფორმებით ვსარგებლობთ და რამდენიმე ისეთი შევამჩნიე დღეს, რაც არ იყო საქართველოს ბაზარზე და ძალიან მიხარია. Outlet Village-ის კონცეფცია მსოფლიოში უკვე წარმატებული და პოპულარული ტრენდია. თბილისი კი რეგიონში პირველი აღმოჩნდა, რომელმაც შოპინგის მოყვარულებს ეს სიახლე შესთავაზა.